საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 47 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელსაც აფასოვებდნენ და რეალიზაციას ახორციელებდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, მეტადონი, ალფა-პვპ, სუბოქსინი, სუბოტექსი, მეტამფეტამინი, ჰაშიში, ოპიუმი, გამომშრალი მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაბი. ასევე ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისათვის საჭირო ნივთები. დაკავებულებს ბრალდება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის, კულტივირების, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახით და ზომად 20 წლამდეა უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაკავებულების ნაწილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ, ხოლო ნაწილის მიმართ სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს. საქართველოს პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლისამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გაატარებს.